საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა საქართველოში ამ სახელწოდების ანგარიშის პრეზენტაცია გაიმართა დღეს ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა. Როგორც კვლევის ავტორები აცხადებენ, საჯარო ინფორმაციის გაცემის კუთხით წინა წლებთან შედარებით წელს ვითარება გაუმჯობესებულია, თუმცა რამდენიმე უწყებაში ამ თვალსაზრისით პრობლემები კვლავ რჩება. ღონისძიება პრემიერ-მინისტრმა გახსნა ანგარიშის პრეზენტაციას საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. საერთოდ ყველა გახსნილია. მათ შორის რეიტინგი ეს ნორმალურია, რომ ვიღაცას უფრო ზუსტად აქვს შესრულებული ის ინსტრუქცია, რის მიხედვითაც მოითხოვება, ვიღაცას ნაკლებად. მაგრამ გამჭვირვალობის პრობლემა არც კანცელარიაში არსებობს, არც შინაგან საქმეთა სამინისტროში რაც ევალებათ, რაც მათ ევალებათ. და ჩეხება ბერძენის ადმინისტრაციას მე მაგას პასუხს არ ვაკეთებ. მე მგონი რომ ყველაფერი ნორმაშია, ელემენტარულად შეიძლება ვიღაცამ ეს ინსტრუქცია უფრო სწორედ დაიცვა. თორე გამჭვირვალების პრობლემა ჩვენ საუბარში დღეს არ არსებობს. დაჯილდოება ჩვენს მიერ ხოლმე სამინისტროების მხრიდან ეს არის მაგალითად გარემოს დაცვის სამინისტრო, ინფრასტრუქტურის სამინისტრო, აჭარის ორი სამინისტრო, ასე ვთქვათ, ხოლო ასევე რეინტეგრაციის საკითხებს სახელმწიფო მინისტრის აპარატი, ევროატლანტიკურ სტრუქტურებში რეინტეგრაციის აპარატი მინისტრის. რაც შეეხება ყველაზე დახურულ ორგანიზაციას, ჩვენ წელს ვასახელებთ ეგრეთ წოდებულ სემექს, მარეგულირ კომისიას. ძალიან ბევრი ინფორმაცია ვებგვერდზე დავდეთ, რაც ადრე არის და ეს არის დეტალური ბიუჯეტი, ეს არის დეტალური ანგარიშები, პრეზენტაციები, რასაც ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, არის ღია და საჯარო და გარდა ამისა რეაგირება ხდება ნებისმიერ შემოსულ განცხადებაზე. ჩვენ დღემდე 101 განცხადება გვაქვს მიღებული, საიდანაც დაუყოვნებლივ არის პასუხი გაცემული ყველა ძირითად მოთხოვნაზე, რასაც დამუშავება და დრო არ ჭირდებოდა. ცალკეული საჯარო უწყებები ყოველთვის გამოირჩეოდნენ უფრო მეტი აქტიურობით, უფრო მეტი თანამშრომლობის სურვილით. რა თქმა უნდა, თუ გავიხსენებთ გასული წლების მაჩვენებლებს, იქ რეგიონული მართვის და ინფრასტრუქტურის სამინისტრო პირიქით აუტსაიდერი იყო, ახლა ლიდერებში გავიდა. ეს იმის მაჩვენებელია, რომ ცალკეულმა სამინისტროებმა უწყებებმა სცადეს გაუმჯობესება მოქალაქეებთან და მედიასთან ურთიერთობის თვალსაზრისით, საჯარო ინფორმაციის გაცემის თვალსაზრისით.